შუადღე მშვიდობის კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ, რომ პედიატრი ნინო თოთაძეა დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და გადავწყვიტეთ, რომ გავიხსენოთ და კიდევ ერთხელ მოუყაროთ თავი, თუ რა ადგილებია საფრთხის შემცველი ჩვენს საცხოვრებელში, სივრცეში, სადაც ბავშვი დროის დიდ ნაწილს ატარებს ხოლმე და მით უმეტეს ძალიან კარგად ვიცით ადრეულ ასაკში, რამდენად დიდი ენთუზიაზმით ცდილობენ ხოლმე პატარები, რაც შეიძლება სწრაფად, დროულად შეიმეცნონ და შეისწავლონ სამყარო და ზრდასთან ერთად კიდევ უფრო აქტიურები და თამამებიც ხდებიან ხოლმე. ხო და ზუსტად აი ამ დროს არის მშობლის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება საჭირო იმისთვის, რომ იგივე ხელმისაწვდომ ადგილებზე არ დაგვრჩეს ჩართული ელექტრონული მოწყობილობა, უჯრები ახსენეთ, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ღია მდგომარეობაში, სადაც 1000 წვრილმანი მედიკამენტები თუ ისეთი მცირე ზომის ნივთები იყრის ხოლმე თავს და ვიცით, რომ შესაძლებელია ეს ბავშვმა მოითავსოს პირში, გადაყლაპოს და ასე შემდეგ. მოდი დავიწყოთ, ასე ვთქვათ, მთავარი რეკომენდაციები და რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ადგილებია საფრთხის შემცველი და როგორ შეგვიძლია რომ თქვათ პრობლემებს გაუმკლავდეთ. მადლობა კიდევ ერთხელ და მივესალმებით ჩვენს ძალიან საინტერესო მაყურებელს. რა თქმა უნდა, ბუნებრივია თქვენ ძალიან სწორად გააკეთეთ აქცენტი, რომ ბავშვები რაც უფრო იზრდებიან, მათი ინტერესი უფრო და უფრო მეტად იზრდება. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თუ მათ აინტერესებს ზუსტად იმ უჯრის რა ხდება, თუნდაც რა ხდება შესაბამისად თითოეული იმ ტექნიკის ნაწილის მუშაობის პროცესში, რატომ ანათებს ნებისმიერი შოქი თქვა სამზარეულოში, რატომ არის კიბესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მისი ინტერესი მნიშვნელოვანი. ეს სწორედ ის განვითარების ეტაპია, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს, რათა ბუნებრივია ზუსტად ის შეიცნონ და მიხვდნენ და იცოდნენ იმდენი, როგორც ჩვენ ვიცით, ხო, ყველა ნივთთან დაკავშირებით ადაპტირება მოახდინონ გარემოსთან. ამიტომ ეს არც ერთ მშობელს ალბათ ყველა იციან მშობლებმა, რომ ეს არ არის გასაკვირი. მე აღნიშნო, რომ ორი უმნიშვნელოვანესი განსაკუთრებულად, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია ჩამონათვალი ესეთი უსაფრთხოების კუთხით, მაგრამ უჯრები და რატომ? განსაკუთრებით უჯრებსაც ვამახვილებთ ყურადღებას, ეს არის როგორც სამზარეულოს, ასევე სველი წარწერების აბაზანების, ხო? ის ლამაზად თუნდაც მოწყობილი ნებისმიერი აბაზანაში, ვთქვათ, სარიცხის საშუალება და ასე შემდეგ, ისე მიმზიდველად გამოიყურება მათთვის. ხო, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ვიცით, რომ ის არ შეიძლება, მაგრამ მათთვის ეს ძალიან მიმზიდველია. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი რეკომენდაცია, როგორც ამ მხრივ, ასევე სამზარეულოში, ნებისმიერი დანები, ჩანგები, ელექტრომოწყობილებები, ასევე მნიშვნელოვანია, რომ როგორაც არ უნდა დავთქვათ, თქვათ იგივე ტექნიკა, ხო? აი მისი ჩასართავები არ იყოს, თქვათ, ადვილად ჩამოსაწევი ბავშვისთვის, რომ ტრავმის მომენტი ავიცდილო თავიდან. შესაბამისად, ამ შემთხვევაში უჯრების დამცველი, ანუ დამცავი საკეტები, ერთ-ერთი ყველაზე იდეალური გამოსავალია და მეორე მნიშვნელოვანი, რომ მსგავსი განსაკუთრებულად საშიში ნივთები მოხდეს ზედა თაროზე ატანის საშუალებით. ეხლა შეგვიძლია ეს საფრთხეები ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დავყოთ, თქვათ აი უჯრებთან მიმართებაში, რა ასაკობრივ კატეგორიაზე ვსაუბრობთ, აქვე რომ დავაკონკრეტოთ. როგორც კი ბავშვები პრაქტიკულად იწყებენ სიარულს, თავისთვის დამოუკიდებლად გადაადგილებას, უკვე მათი ინტერესი ნელ-ნელა ამასთან დაკავშირებით იზრდება. ეხლა ბუნებრივია ის უჯრაში რა ხდება გამოაღოს და ჩაიხედოს, ის უკვე პრაქტიკულად წლის შემდეგ ასაკისთვის ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. მათთვის ყოველივე უცხო და ახალი იპყრობს ყურადღებას. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ვიდრე თითოეულ ამ საგას ისინი შეისწავლიან, ხო? ბუნებრივია ყველა მშობელი დამეთანხმება და ვთქვათ, ოჯახის წევრი. რა ხდება შტეფსელის იმ პატარა ჩასართავების ნებისმიერ იმ პატარა ხვრელში ყველასთვის საინტერესო. ეს ბუნებრივია, იმიტომ მათთვის სიახლეა. როგორ მოვიქცეთ, რა ვქნათ, თუ ჩაკეტვის საშუალება არსებობს, შავკეტოთ ეს უჯრები, თუ აი რა გავაკეთოთ? აუცილებლად. პირველი რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არის ის, რომ მაქსიმალურად მორიდება, აუცილებლად გარედან ჩამკეტი, ეგრეთ წოდებული, რომელსაც უჯრის ჩამკეტებს ვეძახით, ეს მნიშვნელოვანია. მესამე, განსაკუთრებულად საშიში ნივთები. ასევე ბუნებრივია წამლებიც განსაკუთრებულად საყურადღებო, რომ ყოველთვის იყოს უფრო ისეთ სიმაღლეზე, რომელთაც ბავშვს თქვათ ხელი არ მიუწვდება, მაგრამ უსაფრთხოების კუთხით, რა თქმა უნდა, ბევრად სასურველია, თუ ის იქნება ჩაკეტილი მდგომარეობაში. სადაც მისი ხელმისაწვდომობა კონკრეტულად რა ტიპის ავეჯი, ტექნიკა ითვლება ბავშვისთვის განსაკუთრებულად საფრთხის შემცველი? თუ კი ჩვენ საუბრობთ ამ შემთხვევაში სამზარეულოზე პირველად დავიწყოთ, ეს არის ნებისმიერი სამზარეულოსთვის გამოსაყენებელი ტექნიკები, თქვათ იგივე პროდუქტების მოსამზადებლად, აქ შეიძლება იყოს ხორცაკეპი თუ
ნებისმიერი თქვა გრილით ყველაზე ნაკლებად, ასევე ელექტროკურები, რომელიც საშიშია როცა გაღებულ მდგომარეობაში თქვა არის თუ კი აქ გულისხმობთ ჩვენ ჩართულ ფორმაში, ასევე თუნდაც გამორთულ ფორმაში, ანუ ცხელი და ცივის. ყველა შემთხვევაში საშიშია და მნიშვნელოვანია იყოს ასევე ჩაკეტი მდგომარეობაში. თან მაყურებელი პარალელურ რეჟიმში თვალსადევნებს. დიახ, გასკურა. აი თქვა ნებისმიერი გასკურის დროს, ხო? იქ ხელმისაწვდომი თუ არის ბავშვისთვის, რომ გადაწიოს, თქმა უნდა და შესაბამისად შეეხოს მისი მოძრაობა განახორციელოს, ეს ბუნებრივია ტრავმის შემცველი. ასევე აღნიშნე, რომ კარების გაღების პრობლემაც კი მისთვის ესეთი სიფრთხილეა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორც აღნიშნეს ცხელია თუ ცივია. და გასკურაზე შესაძლებელია განთავსებული იყოს, რა თქმა უნდა, საყოფაცხოვრებო ნივთები, ხო? ბუნებრივია, რომელიც ეცადოს ბავშვი რომ ჩამოწევა მისი მოახდინოს, ხო, მისი ჩამთველი საშუალებითაც კი ჩამოწიოს, ხო, იქ მეშნული საშუალებით. ყველა ეს საფრთხის შემცველია ამ შემთხვევაში. განსაკუთრებულად საფრთხეს შეიცავს ასევე, როდესაც თქვა დედა მარტოა ბავშვთან, ხო, და სამზარეულოში ტრიალებს და ბუნებრივია, თქვა გასკურაზე არის რაიმე პროდუქტი, ხო? იქ თქვა ბავშვთან ერთად, თუნდაც ნებისმიერ აუცილებელია, რომ სახელურები, რომელიც აქვს თქვა ტაფას, ასევე რომელიც აქვს ნებისმიერ ქვაბს, აუცილებელია, რომ მისი შებრუნება მოხდეს ისევ, რომ იყოს არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომად უფრო კედლისკენ მაქსიმალურად. ასევე თუ აუცილებელია და ბავშვი ხელში უჭირავს მშობელს და მასთან ერთად თქვა რაღაცას ამზადებს, ისევე როცა მოვხადეთ ხო თავი, შესაბამისად მაქსიმალურად ვიცადოთ, რომ იყოს კედლის მხარეს. ეხლა ჩვენ ვხედავთ ალბათ მაყურებელის. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასევე დამცავი, კუთხეების დამცავები არის პლასმასის წებოვანი, ძირითადად, მაგრამ ბევრი არა თქმა უნდა ბაზარზე და მნიშვნელოვანი არის გაუკეთოთ, იმიტომ რომ ბუნებრივია ადვილად მისახვედრია ამ შემთხვევაში მაყურებლისთვის, რომ კუთხეების დაცვა, ამ შემთხვევაში ჩამკეტი, ისეთი როგორი ჩამკეტსაც ახლა ჩვენ ვხედავთ ეკრანზე, ჩვენ გულისხმობთ სათავსოების ჩამკეტვას, ხო, ნებისმიერი გამოყენებადია ყველა კუთხით, როგორც ეს შეიძლება იყოს თქვა გასკურაზე, ნებისმიერი უჯრების შემთხვევაში, ასველ წერტილებზეც და ასევე სამზარეულოში. აი კუთხეების დამცავები. კი ბატონო, ძალიან კარგად პლასტმასის ტიპის შვენივრად საშუალება იმისთვის, რომ მაყურებელმა შეძლოს და თავიანთ პატარებს აარიდონ, ასე ვთქვათ, საფრთხის შემცველი ასევე არის დენის წყაროს დამხშობი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია დენის წყაროსთან დაკავშირებით, იგივე ჩამთველებთან, ნებისმიერ შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფრთხოა ზურა და ამ შემთხვევაში არც დისკომფორტს არ წარმოადგენს მშობლისთვის, იმიტომ რომ ეს არის შეუძლებელი ახლა ვთქვათ ამასაკის ბავშვმა თვითონ შეძლოს გამოყება და ყურადღებას არ იქცევს. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ახლა აუცილებლად უნდა გადავიდე ამ საკითხზეც. ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ნაკლებად საყურადღებო გახდეს, ისევე როგორც ფანჯრებიც და ასევე ვთქვათ კიბეები. ფანჯრებთან დაკავშირებითაც ალბათ ჩამთველებზე უკვე ალბათ მივხვდით. როდესაც ფანჯრებთან დაკავშირებით შეიძლება რომ შემოგთავაზონ თან პარალელურ რეჟიმში. აქვე მაყურებელს ვეთყვი, რომ ჩვენთან წარმოდგენილია ჩიკოს ბრენდის სხვადასხვა პროდუქცია, რომელიც ზრუნავს თავისთავად ცხადია ბავშვების უსაფრთხოებაზე და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ კომპანია ავერს ამისთვის. და გავაგრძელოთ სხვა. და გავაგრძელებ მანამდე ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ფანჯრები. აი ძალიან საინტერესო და ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო სურათია, რა თქმა უნდა, მარჯვენა კუთხეში გამოტანილი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ნებისმიერი ფანჯრის ჩამკეტი, ეს არის დაახლოებით სტანდარტით მოწოდებული, ანუ სარეკომენდაციო კუთხით, რომ უნდა იღებოდეს დაახლოებით 4 ინჩი, ანუ ეს არის დაახლოებით 10 სანტიმეტრამდე. არა და როგორც წესი, ბადეებით აკეთებენ ხოლმე. რამდენად უსაფრთხოა ეს ბადე ზოგადად? ბადე როგორ არის მიღებული, თუ კი ჩვენ ვთქვათ ეს აუცილებელი ვთქვათ, რომ ფანჯრის გაღებისთვის ეს ერთ-ერთი დამცავი საშუალება, მეორე იცვლება, რომ ბადე ერთ-ერთი იდეალური ვარიანტია იმ კუთხით, რომ ამ შემთხვევაში ბავშვის ყურადღება ნაკლებად მიდის, როგორც ბადეები, ასევე ჟალუზებთან დაკავშირებით, ყურადღება მიდის ფანჯარასთან დაკავშირებით. ანუ ის განსაკუთრებული სხივი ნაკლებად აღიზიანებს და კიდევ უფრო ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის ტრავმის ალბათობის ნაკლებობა იკლებს ფანჯარასთან შეჯახებს. ეს ჩვენ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ ფანჯარას, მაგრამ შეიძლება იყოს ასევე მინიანი კარი, გამავალი, როგორც ოთახიდან ოთახში, ასევე
და სტიკერებით შეიძლება გამოიყენოთ. სტიკერები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. ძალიან მინდა ცოტა დრო გრჩება და აუცილებლად მოვასწროთ. ერთი შეხედვით ძალიან საჭირო, კომფორტულ და ბავშვების აღზრდის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ინვენტარზე საუბარი, როგორც არის ჭოჭინა, ხო? თუმცა ჩემდა გასაკვირად ძალიან არაერთგვაროვანია მსოფლიო მასშტაბით დამოკიდებულებები და მიდგომები ჭოჭინას მიმართ, მაგრამ მაინც ეს ის საშუალება, რომელიც მშობლებს აძლევთ შესაძლებლობას, რომ სხვა საქმეებსაც აქტიურად მიხედონ და მთელი დღის მანძილზე ბავშვი ხელში არ ეჭიროთ, მაგრამ საინტერესო რა უნდა გავითვალისწინოთ მასთან მიმართებაში. მადლობა ამ კითხვისთვის. გეთანხმებით, დღესაც მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი ცვალებადი აზრის მქონე სტატიებსაც კი ვკითხულობთ ამასთან დაკავშირებით, თუმცა პირველი რა თქმა უნდა არჩევანის დროს ამასაკობრივი ჭრილის, როდესაც ვიყენებთ თქვათ მანეჟს და ვიყენებთ თქვათ ასე შემდეგ ჭოჭინას, მე მანეჟისთვის უფრო მეტად ბევრად კომფორტულად მიმაჩნია რა თქმა უნდა ბავშვის აღზრდის პრინციპი, როგორც პედიატრს, მაგრამ შესაძლებელია გამოყენებადი იყოს, თუმცა პრობლემა მოდის განსაკუთრებულად მისი ტრავმის ალბათობის მაქსიმალურ რაოდენობაზე, განსაკუთრებულად სტატისტიკურად გვიჩვენებს, ანუ უსაფრთხოების წესების დაცვის პრობლემაზე. პირველი შეჯახება რაიმე ნივთთან და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თქვათ იგივე შეცვლა, გადატრიალება და ტრავმის მიღება ბავშვისთვის და განსაკუთრებულად საშიშროების კუთხით კიბეებთან დაკავშირებით, თუმცა ბავშვი ამას ვერ აფიქსირებს, რომ თქვათ წინ არის თუ არა რაიმე ბარიერი და შესაბამისად ამ შემთხვევაში ტრავმის ალბათობა არის ძალიან მაღალი. თუმცა ამბობენ და არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ბავშვებს ეხმარებათ, რომ რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დაიწყონ თქვათ შეძლონ ფეხის ადგმა და ეს მითია თუ რეალურად თავის დადებით შეიძლება აკეთებდეს ამასთან დაკავშირებით, რომ თქვათ პრობლემაა და არ შეიძლება მისი ჯანმრთელობისთვის ეს ნაკლებად ეს ინფორმაცია, თუმცა თუ კი თქვათ ეხაც არის ჩვენ დავახმართ ბავშვებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ და იმ უსაფრთხოების კუთხით, რომ თქვათ ირგვლივ რაიმე ისეთი არ არის ნივთი, რომელთანაც მას ტრავმის პრობლემა აქვს, ან მეორე თქვათ კიბეების პრობლემა, ამ შემთხვევაში გარკვეულწილად დღის რაღაც გარკვეულ დროში შეიძლება გამოიყოს, მაგრამ ასევე ვიტყოდი მაყურებლისთვის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით საერთოდ ნებისმიერ ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა ბავშვის 1 საათზე მეტი დღეღამის მანძილზე არ არის რეკომენდებული. ეს იქნება სლინგი, ის იქნება თქვათ ამ შემთხვევაში კენგურუ და ეს იქნება თქვათ ნებისმიერი ამ ფორმის. ნინო, ჩვენ მთლიანად სახლი და მისი უსაფრთხოება მიმოვიხილეთ, თუ როგორი უნდა იყოს ის და დაცვის საშუალებები არსებობს, მაგრამ კონკრეტულად ბავშვის ოთახში არის თუ არა რაიმე კონკრეტული ავეჯი, ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ დავტოვოთ. მაქსიმალურად ალბათ უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვის ოთახი იყოს თავისუფალი ისეთი ნივთებისგან, რომელიც აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს. ბავშვის საწოლი ამ შემთხვევაში გამოსაცვლელი მაგიდა, იგივე საფენის შემთხვევაში, თქვათ, ამ სწორი განათება, ვფიქრობ და იგივე თქვათ, რომელიმე დედისათვის სათავსებელი ნებისმიერი ამ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს სკამიც, კი მნიშვნელოვნად საჭირო და აუცილებელია. ძალიან ხშირია ხოლმე, მაგალითად ვიცით, რომ აი ბავშვის ოთახი მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს დატვირთული სხვა ნივთებით, მაგრამ ძალიან ხშირია, როდესაც უამრავ ფუმფულას სათამაშოს ხვდებით ხოლმე, მაგალითად თაროებზე და საინტერესოა როგორი რეკომენდაციები ამ თაროებზე დავიწყოთ ესეთი რეკომენდაცია, პირველი, სადაც არის ბავშვის საწოლი, მაქსიმალურად მოვერიდოთ იქ თაროს გაკეთებას. თუ ეს აუცილებლობას წარმოადგენს, აუცილებლად უნდა იყოს დამონტაჟებული მაღალი ხარისხის. თუ ეს აუცილებლობაა, მასე ნივთები უნდა გავაკონტროლოთ, რა არ იყოს ის ნივთი, რომელიც ნებისმიერი ნივთი ავარიდოთ, რომელიც ეს არის ფუმფულა ნივთი, ეს არის მყარი, თქვათ, რაიმე მძიმე ნივთი, რომელიც გადმოვარდნის საშიშროების, თუნდაც მინიმალური საშუალება იყოს და შემდეგი ბავშვს, რომელსაც თქვენ ეგრეთ წოდებულ ლამაზ სათამაშოს, რომლებიც ტრიალებს, თქვათ, ლამაზ ხმოვანს, ემოციას აძლევს ჩვენს პატარებს, შეიძლება იქნეს გამოყენებული, მაგრამ ასევე მისი მონტაჟიც უნდა მოხდეს უსაფრთხო. თქვენ აღნიშნეთ სწორი განათება, რა იგულისხმება სწორ განათებაში, მოკლედ რომ გითხრათ. სასურველია რომ ამ შემთხვევაში იყოს მაინც უფრო ჭერის განათება და არ იყოს თქვათ მკვეთრი შუქები, რომლებიც დიდად სასურველი არ არის ბავშვებისთვის და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, მისი განათება უნდა იყოს დამონტაჟ ისეთი გადამატებით კიდე ასევე თუ კი ჩვენ გვჭირდება ამის განათება, ის არ უნდა იყოს ზუსტად ბავშვის სასულთან ძალიან ახლოს. და საწოლის შერჩევის შემთხვევაში რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რადგან საწოლი არის ის ნივთი, რომელიც ყველა ბავშვს სჭირდება. რა თქმა უნდა, საწოლთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აუცილებელია, რომ რა თქმა უნდა, ის პირველი
არ არის ბალიშის და დამატებით, თქვა სხვა ნივთის გამოყენება საჭირო, მაქსიმალური თქვა აწევა თავის უნდა იყოს 10-12 სანტიმეტრი მაქსიმუმს გულისხმობ, აუცილებელია ასევე რომ ბავშვი მშვიდად იყოს, კომფორტულად იყოს და ზედმეტი ნებისმიერი ნივთი საწყლში არ იყოს მოთავსებული ბავშვთან ერთად. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. იმედი მაქვს რომ თქვენი რეკომენდაციები დაეხმარება ჩვენს ტელემაყურებელს შექმნან ბავშვისთვის უსაფრთხო, თბილი, მშვიდი გარემო და სწორედ ამ პირობებში გაიზრდებიან ისინი. მე დარწმუნებული ვარ, ესეც იქნება. მადლობა თქვენ ყოველთვის საინტერესო. უსაფრთხო ჯანმრთელ ბავშვებას უსურვებ ყველა ჩვენს პატარას.